გამარჯობათ მეგობრებო, მშვიდობისა. დღეს არის 15 ივლისი, ეხლა არის 2:15 წუთი. 1-2 წუთი დაველოდოთ ეხლა მეგობრების შემოსვლას, იმიტომ რომ კარგი ხანი არ ველოდებიან. შემოვიდა 1-2 ადამიანი, ჩანვარ მგონი, კი გამოვიდა. მოკლედ, დღემშვიდობისა, დღეს არის საქართველოში ვლაქერნობა, თუმცა საოცარია როგორ და რანაირად დღემდე არსებობს ეს ვლაქერნობა, ვინაიდან ეს ვლაქერნა იყო საბერძნეთში კაცო და აქ არის სამეგრელოშია რამდენიმე საუკუნეა. და ეს სახელი კიდევ რო არ შეუცვალეს, ეს სიბრალია, ეს თქვენ თვითონ განსაჯეთ. მეგობრებო, მოდი ჯერ იმას ვიტყვი, რატო არ ვიყავი 10-11 დღე ლაივში, იმიტომ რომ წინა ლაივებში რო ვამბობდი, რომ ესე იგი რაღაცას ველოდები და მანამდე არ მინდა რაღაცები რო ვთქვა მეთქი. ნუ ეხლა თითქმის უკვე გამოჩნდა ასე ვთქვათ ჰორიზონტი, ნუ ვიცი სად რა როგორ ახდება ჩემს ირგვლივ მას შემდეგ და კიდევ მაქსიმუმ 2-3 დღე მჭირდება იმისათვის რომ მე ის განცხადება გავაკეთო რაც გასაკეთებელია. ამიტომ ველოდებოდი, ვინაიდან საშიშროება იყო დიდი იმისა, რომ ისევ დამიბლოკავდნენ გვერდს. მოკლედ ეხლა ძალიან ასე ვთქვათ მოგახსენებთ თუ რა მოხდა ამ დღების განმავლობაში, მე ამასაც ვილაპარაკებ დღევანდელი დღის შესახებ. ნუ მოკლედ ეს იქნება მიქსი რა იმ ინფორმაციებისა, რაც უნდა გითხრათ ახლა. ბოლო დროს იცით თქვენ კარგად რომ მოხდა ამერიკასა და ნუ ჯერ ისრაელსა და მიბრძანდით ისრაელსა და ირანს შორის, შემდეგ ჩაერთო ასე ვთქვათ ამერიკა და ატყდა ბათკი ბუთკი გადიოც დროს მოკლედ დაიქცა ქვეყანა და მე ერთ უცებ გაჩუმდა ყველაფერი და იცით რას მაგონებს ახლა ეს ყველაფერი, აი ეს დანაუთაშკაზე ყველა ვართ ნაყურები, ხო? და აი ეს ბადრაგი რო გადაყავთ ეტილი და ცხენები, გამიგედა ნიკანდროქილიას ჯგუფს და მე თავს რო დაესხმიან თუ თაშკია და ესენი და რო გაანთავისუფლდნენ იმას და ესენი რო შვანგირაძე და ნიკანდროქილი ახლა მებში რო არიან სადღაც ჩირგვებში და სროლები რო არის ერთი ირგვლივ და მე ერთი უცებ რო გაჩერდება და ნიკანდროქილია რო იტყვის დედა რა იყო ნეტა ესო აი ზუსტად ესე დრახობანას, თუმცა ეს დრახობანა არ იყო ცოტა სერიოზული იყო, რა თქმა უნდა, ხო? ეხლა მე დეტალებში არ ჩავძვრები, იმას ქონდა ატომური ურანი ბომბე თუ ერთი ამბობს რომ არ ქონდა ეს ფაქტი, ეს ვიცით ყველა მისე როგორც ერახს არ ქონდა და სხვა დანარჩენს და აქ სხვა ამბავია, მაგრამ მე თვითონ მოვლენაზე გეუბნებით ეხლა რომ აი ესეთი ბათკი ბუთკი ატყდა და მე დედა რა იყო ნეტა ეს უცებ გაჩერდა, ხო? კარგით, ეს ერთი შემდეგ ეხლა მეორე ილიამ, ჩემო ბატონო, ნუ ილია არის მომნათლელია, მაგრამ ახლა ხანს იყო სადღაც 2-3 დღის უკან თუ არ ვცდები რომ მონათლა კიდევ 1000 ბავშვი საქართველოში და ავშენდით. ხო? და ამაზე რამდენი რამე ვილაპარაკებ მე რომ ეს არის ჩვენი რჯულის და კანონის მიხედვით შეუძლებელი კი არა კაცო, არ შეიძლება კატეგორიულად ეს ჩვენი რჯულის საწინააღმდეგო. ამაზე მე ბევრი ვილაპარაკე, ბევრი ახსენი და ეხლა არ ვაპირებ კიდე ამას. ეს არის ურჯულოების დათესვა საქართველოში და თქვენ წარმოიდგინეთ კიდე 1000 გოიმი მივიდა თავისი შვილები მიიყვანა და მოანათვლეს და აი ეს უხარიათ. იმიტომ რომ ეს არის ურიული წესი და კანონი. იმიტომ რომ ურიები ერთმანეთში ჯვარდებიან, ბიძაშვილი, მამიდაშვილი, დეიდაშვილი, მაგათთვის მოსული ეს ამბავი. და მით უმეტეს ჩვენი წესის მიხედვით, როცა ერთი ნათლია ყავს, არ შეიძლება 8-9 მუხლში ერთმანეთთან დაქორწინება. ხო ვიცით ეს თუ 12 მუხლი. ასე რომ ისე ურჯულობისაგან მიდის ეს ქვეყანა.
ეხლა კიდევ ერთი ის საინტერესო დეტალი, როდესაც პრინციპში ხა მე სამ ადამიანზე მექნება საუბარი. პირველი არის ლაშა მოდებაძე, რომელმაც ისევ ჩემზე აიღო უკვე ასე ვთქვათ შუღლი და თურმე გამომიჩხრი რაღაცები და მოკლედ იმდენი რაღაც სხვადასხვა სპექტრში ისეთ რაღაცები დამაბრალა, ცილი დამწამა ასე. რომ ეხა იგამეცინა, მაგრამ ეს არ მიკვირს მე, იმიტომ რომ ასეთ რაღაცებს მე დიდი ხანია მაბრალებენ და მაბრალებენ ერთ და იგივე სისტემიდან. დეტალებში არ მინდა ჩაძრომა, მაგრამ ერთ რაღაცა ყველაზე მეტად გამახსენდა, მახსოვს ეხა ესე იგი, რომ მე და ენუქი, ანუ ეს ნიკოლიშვილია თუ რომელიღა ეს გვარი, იცით ეხა ვიზეც ამბობთ, რომ ერთ ჭკუაზე ვარ და ერთ და იგივეს ვამბობთ, რომ თურმე ესე იგი ქართველები არიან ურიები და ამის დამტკიცება თუ პირიქით როგორ არ არის. ესე იგი, ამას ეთყობა არ უნახია ის ვიდეო, რომ კიდევ უფრო მეტ ვეთყვი ახლა იქით ინფორმაციას, რომ მე თავად ვიყავი, ესე იგი ზუგდიდან თბილისში ჩავედი სპეციალურად, სადაც ენუქის ჰქონდა წიგნის პრეზენტაცია, ეს არ უნახია თუ რა მაგას დაიხვევდათ იცი და ერთ ამბავს ატეხდა და სადაც ყავდა მას 10 თუ 11 კაცი და მე შევიყვანე 14 ადამიანი. ხო, ეს არ უნახია ლაშა თუ ვინც არის უჩინმაჩინი, ხო? თორა ნახე მე რა რეპსი ლაპარაკებდა. მე იქ რომ მივედი მაღაზიაზე, ცალკე ვიდეო მქონდა ახსნა განმარტებითი ბარათი თქვენთვის მოცემული, მოგაწოდეთ ყველაფერი თუ რა მიზეზით მივედი იქ, რაღაცა ანგარებისთვის რაღაცა. ეხლა არ მაინტერესებდა, არ მინდა მაგის ახალების დაიჭერებს. უბრალოდ ეს უჩინმაჩინი ამბობს, რომ თურმე ჭკუაზე ვართ, რაც ენუქი ამბობს, რომელმაც თავზე დაიბრალა ენუქია, წინას არმეტყველი და ზოგი ნოია, ზოგი ქრისტია, ზოგი წმინდა გიორგია და ღვთისმშობელი და ასე შემდეგ, ეს ბოლო დროს დააშემდა ხალხს 1996 წლიდან. ყველას ვიღაცა თავი მესი არ გონია. ამანაც ენუქი ვარო და მე მიაწერა 154 კოდი, რომელიც არის ღმერთის გადარჩენილთა კოდი და გადამჩენელთა და გადარჩენილთა კიდე. ხო, ამაზე მე რამდენი მაქვს ჰემატრიაზე 150-ზე ნასაუბრები კი არა დამტკიცებული და ჰემატრიულად ფილმების, ვიდეოები და ლექციები და ყველაფერი, ხო? და ეს არის მხოლოდ ჩვენზე და არა ურიებზე. ჩვენზე ამოდის ეს კოდი 154 და არა ურიებზე. ამან მიაბა ურიებს. ეხლა რა ბევრ რაღაცებს იგონებს, როგორც ყველა სხვა დანარჩენი მიგონები და აი მაშინ როა კანადაში როა გაქცეული კიდე ერთი ლექტორი კაცი როა ეხლა არ მახსოვს მაგით, იმან რები მოთხარა ჩემზე, რა თქმა უნდა ტყუილები, ჭორები, აი ქალებს რო ეტყვიან უშიშროებაში ესა და ეს ლაპარაკი შენ აი ესე დაიწყო იმა კიდე ის ტილიკინი და იგივე პრინციპი რა, იგივე პრინციპი. ამიტომ მე კიდევ ვეუბნები ყველას და ამასაც და ეხლა კიდევ ვინც ორს ვიტყვი მაგას კიდე რომ გამოდით ბიძიკო ჩირგვებიდან და დაჯექით პირდაპირ ეთერში ჩემთან. ამით დამთავრდება ყველაფერი ვინ არის და რა არის, რაც წარმოადგენს. და საინტერესო არის კიდე რომ მარიან ადამიანს კიდე უსმენენ, რომელიც ერთ სპექტრია მარტო გაჭედილი, ერთი გავიგეთ ილია ურიარი, გავიგეთ შეროთქვი მაგამდე მე ვილაპარაკე 10 წლის უკან. მე ის მასონების მოდგმა ეს შევარნაძე და ისინი ხო გავიგე და მე სპეცია ჩაწედილი იმას ხრის და ხო ვიცით. გადი. რა გინდებს. ხო და ეხა ჩემი გვერდი არის მრავალსპექტრიანი ისეთი, რომელიც არც ერთ არქივში არ დევს და არც ერთ ემაში. ისეთ რაღაცებს ვხვდები, რომელიც თქვენს კარგად იცნობს. კარგი. ეხლა მეორე მაგარი ჯორჯაძეს რომ მაგით ბოდიში მურმან ჯოხაძე რომელიც შემოხდა ჩემ გვერდზე და დაიწყო იქ რაღაც
ღლიცინი, ასე ვთქვათ, და როგორც კი მიუგზავნიოთ დამეგობრება იმ აზრით, რომ მე შენ პირდაპირ დაგელაპარაკები, დაგეკონტაქტები ან წერილით მივწერთ, ასე ვთქვათ, საერთოდ დაიმალა ადამიანი. ნუ აი ბატონო, შენ ხო ხარ ფიზიკოსი ახლა? ხომ ხარ ფიზიკოსი თუ ასტროფიზიკოსი თუ რაც ახარ წიგნებისგან გამოცემული კი ბატონო? ხო და შევხვდეთ ხო, იმას გეუბნები კაცო, ღია ეთერში სადღაც, ხო? ამდა გავიდეთ სადმე ექსპერიმენტი ჩავატაროთ. შენებურად დავუმტკიცე ხალხს, რომ დედამიწა არის რგვალი. და მე დავუმტკიცებ, რომ ბრტყელია. თუ გინდა დაგენიზლავები თუ გინდა ნიზლავ ჩამოვალ, საჯაროდ, სახალხოდ. ხო და დავუმტკიცოთ. ხომ ხარ კაცო ფიზიკოსი, ისი გეშინია? ოიცი მტკიცებული წიგნისაგან გამოცებული აი შუმერები და ისინი ამბობდნენ, ხა შენ გაც მარტო საკითხული მდემსობლიას აქვს, მაგით საკითხულები იქ რა წერია, ხო? და არ გვინდა სხვისი ნაწერი და ისინი. შენი დაუმტკიცე, მე ჩემი დაუმტკიცე. და ნიზლავ ჩამოგივალ თუ გინდა. გამოდი ოღონდ ეთერში. ეს ორი. ეხლა მესამე. მინდა მიმართო ახალი გაერთიანებზე დიდი ქართულ გაერთიანებას რო იძახიან იმის ერთ-ერთ აქტიურ ლიდერს ბატონ მერაბ შონიას, რომელმაც იმანაც ასე ვთქვათ მოისმინა ჩემი ერთ-ერთი ვიდეო თურმე და შემდეგ კომენტარი გააკეთა მან თავის გვერდზე თავისებურად და ისეთნაირად გამომიყვანა თითქოს მე პირადულ ინტერესებს და პირადულ რაღაც ურთიერთობას ვაყენებ წინ. დავითორდია, რომელიც საერთოდ არანაირ მასშტაბში არ იზრდება. ესეთი რამ მე ამაზე რამდენი ვილაპარაკე, თან ფაქტებით ვილაპარაკე. ფაქტებით, რომ ჩემი მე დავწიე უკან ვინიცისად არ იხადა ხალხმა ის არ ჩემ თავს არ მიმეც უფლება და მეორეთი კიდე ხალხმა არ იფიქროს, რომ პირადად რაღაც ინტერესები და ასე შემდეგ ცირო წამოწია და რაღაცა გული აუდუღდა და მოკლედ ერთი ნერვებმა უთხოვნა და რაღაცა ამისადრე მე ჩემ თავს ვაკანინებ ჩემს მეს და წინ გამოგონდა ყოველთვის საზოგადოებრივი აზრი და საზოგადოებრივ მოცემულობაში ჩამჯდარი ჩემი ქმედებანი და რადგანაც ბატონმა მერაბა ისე დაინახა ბატონო მერაბ ჩემი მოძებნა ძალიან რთული არ არის იოლია, ხო? ესე იგი, თქვენ ყველას აერთიანებთ იმას, ხო, მე რამდენჯერ გეუბნებით, ვინც ილია ისტია, ჩუმჩუმელად ან ღიად. ყველა აბსოლუტურად ის ადამიანი, რომელსაც თქვენ ახლა კრებთ, ისინი კრებენ და თქვენ კიდე კრებთ, ყველა არის ილიას მადიდებელი. და კიდევ ვიმეორებ. თქვენ ქმნით ყალბ ეროვნულ მოძრაობას. ამას მე საჯაროდ გეუბნებით ყველას ერთად და რამდენჯერ ვამბობ. ეს არის ყალბი ეროვნული მოძრაობა, ყველაზე უარესი კიდევ ის არის, რომ ზვიადი და მერაბის სახელი და დროშა მიგაკ წინ, მაშინ, როდესაც მის ყულელებს და მყულელს კონკრეტულად გუნდრობს უყვებთ. დავამთავრე. ბატონო მერაბ, ეს თქვენ მესამე. გამობრძანდით, დამირეკეთ. ან მომწერეთ. შევთანხმდეთ და საჯაროდ დავიდეთ. აი თქვენ ტელევიზიაზე TV მამული თუ რაც არის, რო ხშირად გიძახებენ, ხო? კი ბატონო, შევიწუხებ თავს. წამოვალ. და დავამთავროთ ეს, რაც მინდა ახლა ეს შოინდეგიდან მეუბნება მე რაღაცას თვითონ დავითორდია ისაო რა ქვია პირადულ საყანებსო წინო თუ რაღაცები ლაპარაკა კაცო ეს არ გვინდა ახლა ეს აი კაცია მაგრამ ასე და ისე ჭირსო არაფერი ამჭირს ბიჭიკო და თქვენ თუ გჭირს თუ მე მჭირს ეს დავამტკიცოთქო პირდა ყველას ხო იძახით კაცო იმ TV მამულში თუ სადაც არის ხო რატომ არის გავითორდია პრობლემა ყველასათვის რატო აი კაცო ხო გეკითხება ხალხი რა ხო გეკითხება ხალხი ხო დაუმტკიცეთ რომ ეს ასია თქვენ გვერდზე ნუ ლაპარაკობთ შორიდან ჩემზე
გამომიყვანეთ და იქ ვილაპარაკოთ და იქ დავამტკიცოთ ვინ არის კაცო. კარგით. ნუ მოკლედ ეს სამი ადამიანია და ნუ ხედავთ ახლა მაგრამ ყველა იმალება და მოკლედ ახლა დღეს როგორც გითხარით არის ბლაქერნობა და ახლა ისა როგორ გითხრა არ მინდოდა დღეს ამის თქმა მაგრამ რო აქვს გაროდემდე მალო ჩემო კარგებო ნუ ახლა დღეს არც კი გავსულა იმიტომ მე თავად სტუმრები მყავდა სახში და ასე შემდეგ და კი არიან ჩამოსულები ახლა ერთი თვალის გაკვეთ კი ვნახე მაგრამ მაინც ცოტა ხალხია ასე ვთქვათ ზუგდიდ ჩამოსული ბლაქერნობას ნუ ღვთისმშობლის კვართის გამოსვენებას. ეხლა მე გეტყვით იმას, რომელიც ვიცი. და ბევრს არ გესიამოვნებათ, მაგრამ რა ვქნა, როდემდე მალო როგორც გითხარით, ისე ისა ქვია იესოს კვართი კიდე რო თქვი თავდაპირველად რო არ არის ბატონო მცხეთაში იმ ასე ვთქვათ შედიცხოვლის ქვეშ თქო, მაგაზე ხო არავინ არ დაიჭერა და ერთი ამბავი ატეხეს და რაღაცა. და მოდით ერთ კითხვას დაგისვამთ. ჩემო კარგებო, თუ ამხელა სიწმინდე, ხო? არის საქართველოში და არის მცხეთაში, ასე ვთქვათ, იქ შედიცხოვლის ქვეშ, ხო? ამხელა სიწმინდეს მიწის ქვეშ ვინ ჩაგიტოვებს? თუ არის ის უნდა გამოიტანო და დადო ზემოთ ან ეკლესიაში, ტაძარში თუ მუზეუმში თუ სადაც იქნება, ხო? ხო უნდა იფიქრო ადამიანმა, ამ ხელა სიწმინდე თუ გაგშენ, თუ ხარ შენ ამის მფლობელი. რა უნდა მიწაში კაცო? რატომ მიხდი უჩინ მაჩინს? გამიგეთ? რატომ მიხდი უჩინ მაჩინს? კარგი. ეს არ არის და ეს რუსეთშია, მე ვილაპარაკე მაგაზე, ფაქტები და დოკუმენტები და ახლა მაგაზე კიდე თავიდან არ დავიწყებ ეთერის გაფლანგვას. მეორე. ჩინარი გვაქვს, აგერ ღვთისმშობლის კვართია რამდენიმე საუკუნეა, ხო? მაგრამ ჩემო კარგებო, ეს კვართი კარგახანია შეცვლილი. დიახ. სამწუხაროდ და საუბედუროდ. ესე იგი მე ხა ასე გეტყვით ახლა 98 წელი იქნებოდა თუ 2001. შეიძლება ცოტა თარიღებში შევწე, ეს ის პერიოდია, როდესაც გიორგი კალანდია, ახლა ყველასათვის ცნობილი გიორგი კალანდია მუშაობდა მაშინ იმედის არხზე. იმედის არხში რაღაც ისტორიული რაღაც რუბრიკა ჰქონდა მას. და მივედი გიორგისთან. ვეუბნები გიორგის, მევთხარი ასე და ასე რო არის ღვთისმშობლის კვართი თქო, ეს ისტორია გიცი რა თქმა უნდა, როგორც მე ისე შენს იცი. და ნუ თუ ამის ის არ შეიძლება მეთქი რა ქვია ოფიციალურ დონეზე მისი ასე ვთქვათ ანალიზის აღება. ჩვეულებრივი მოვლენა არის, როდესაც ეს გერმანიაში ხდება ასეთი, ახლა სხვა ქვეყნებშიც ხდება უკვე, რომ ელემენტარულად ერთი ძაფი ამოიღე იმ ნაკსოვიდან, გამიგე და წაიღებენ, არის ჩაუტარებენ და ეს რომელი საუკუნისა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე არ ვამბობ უკვე ღვთისმშობლის თმაზე, რომელიც ჩამოვიდა და რომელიც 20 წუთში შეიძლება მისი დნმ-ის, მე უკვე აღარ ვამბობ საუკუნების ამას, რომელიც საუკუნის არის. ანუ დნმ-ის, რომელიც მქონდა ერთი ამბავი ჭუბი, ვაება, ვიყვირე, ასე შემდეგ, მაგრამ მაინც არაფერი არ გამოვიდა, იმიტომ რომ ამათია ეს ქვეყანა ამ სატანისტების. და მე მეუბნები ასეთ რამეს გიორგი, მე ვთხარი, შენ ხა უფრო მეტად ასე ვთქვა შეგიძლია მიხვიდე პატრიარქთან. და ხო, მას ოფიციალურად რომ რაღაც კომისია შედგეს, რომ აქედან აიღონოთ იქ სოვილიზეთი რაღაცა ძაბი და ანალიზი ჩატარდეს. კიო, ვიყავით. ხონდა ამას საუბარიო, მე ვთხარი. და ეხლა უსმენთ რა უპასუხა პატრიარქმა. ესო ჩვენთვის იმ ხელა სიწმინდე არისო, რომ მისთვის ხელის ხლება არ შეიძლებაო. და ეს გიორგი იმ დროს დაიჭება. ჭამა, ასე. ხელის ხლება კი არა, ისე უფათურებენ ამას ეხლა. და
და მაგაზე ხა ერთი ამბავი ხა იმის დირექტორი უკვე აღარ არის ვიცი და იმიტომ არ შემიძლია ხა თქვა რამდენჯერ გააქვთ დილით ეს კვარტი საღამოს უბრუნდება კვარტი მფლობელს ანუ მუზეუმს როგორც აი ხელების ნაჯღაბი რო იტყვიან ცხიმიანი ხელები ზოგი ღვინოა რაღაც მიჩხაპონებული და ერთი ამბავი და რაღაცა გესმით ისე უფათურებენ როგორც ბებიამისის ის რო იყოს კაბა და ხალათის მაგრამ არის კიდევ ერთი ფაქტი რომ თვითონ ეს კვარტი რო გაშალო ხო ჩემო კარგებო არის რაღაც არანორმალური სიფარდის და უნდა წარმოიდგინოთ რომ ეს ღვთისმშობელი იყო ვიღაცა დევის ისა რა ქვია დიდი ძალიან რაღაცა გესმით სიფარდი აქვს და სიგრძე იმდენი არ აქვს ეხლა ზოგი იტყვის ეს თავში წამოსაცმელი კი ჭრილი აქვს და რაღაც მაგრამ დანარჩენს ასუშვებოდა კაცო მატერიალსაც ხო არ იხვევენ რა ტანზე ისე ნუ მოკლედ ეს შეცვლილია ჩემო კარგებო და საიდან და როგორ გეტყვით ეხლა რომ ამ საქმეში გარკვეული ადამიანია და როდესაც მე ვუთხარი მაშინ ჯერ თმა არ იყო ჩამოდანილი ესე იგი ჩამობრძანებული ღვთისმშობლის თმა არ იყო და როდესაც ვაწვებოდი იმ იდეას რომ აი ეს ანალიზი გაკეთდეს და რომელიც საუბრისა რომ დამტკიცდეს ეს ბოლო 100-ია თუ ისეა და ასე შემდეგ და სწორედ იმ ადამიანმა მისმინა და ესე მითქვა დავით კვარტი შეცვლიაო ვისი შეცვალის და რისი და როგორ რანაირად ეს უკვე ასე რომ ჩემო კარგებო ჩვენ ძალიან დიდ ზღაპარში ვაცხოვრებენ ძალიან დიდ ილუზიებში ვაცხოვრებენ და ხალხი არის ძალიან მანიპულირებადი აქამდე ის მიიყვანეს გვარიანი ხანია და ეს ხალხი უკვე არ ექვემდებარება უმრავლესობას სამწუხაროდ საუბრო გამოღვიძებას იმიტომ რომ რამდენი ვილაპარაკე რომ არ შეიძლება თქო ერთი კაცისაგან ბავშვების მონათლა ასე ერთბაშა თქო და კიდევ გამოიძინება 1000 ადამიანი რომელმაც შვილი მიიყვანა და მონათლა და დღემდე თურმე 59000 ადამიანი ბავშვი ყოფილა მონათლული ილიასაგან ილიასაგან ილია ურია რო არის კიდე არ ჯერა ზოგიერთებს და ეხლა იმიტომ არ ვამბობ რომ გამიჭედონ არ დამიბლოკონ მეთქი და იმ დოკუმენტებსაც მოვსებთ ცოტა ხანში და ილია კიდე რომ არა მარტო ზვიადის არამედ მერაბ კოსტავას პრილიც რო არის მაგაზეც ხო ჩემო კარგებო ხო აუ აქეთ სატირალია საწამოვიდი ხა ესე იგი ასეთი ამბები ხდება ჩემო კარგებო კი ახლა ბევრს გეწყინათ ეს ამბავი რა თქმა უნდა მაგრამ სულ ტყუილები ცხოვრება კიდე არ შეიძლება და ძირითადად ის სამი ადამიანი რომელიც ახლა ჩამოასახელე გელოდებით ბიჭიკო ველოდებით, თქვენ ზარს ველოდებით, თქვენ წერს ველოდებით და ასე შემდეგ. ზოგი რას მაბრალებს, ზოგი დამცინის, ზოგი დაღლიცინებს, ზოგი სპეციალურად მივცელებს ჭორებს, რომელიც აბსოლუტურად ყველა ტყუილია და ცხოვრებაში ვერ დამიმტკიცებთ ისეთ ჭორებს, რომელიც თქვენ ავცელებთ. და გელოდებით ბატონო. მე არ ვიცი ცალმხრივად მე არასდროს არ ასე ვთქვათ არ ვამბობ ადამიანზე არაფერს თუ მაინტერესებს და თუ რაღაცა ისმეტეზე შევდივარ პირდაპირ ხო ესა ლაშამოდებაზე რომ ვამბობ მე როდი შევეხეო კაცო მაგას აქეთ შემეხო პირდაპირ პირველად როდი მოგიტყვია 3 წელიწადი მთხური და იმაში იმასაც კი ამბობდა ისა რა ქვია როდესაც წერდნენ მეგობრები ასეო დავითორდია და ენუქი და რაღაც აი ესენი ერჭკუაზე ზურიული ისინი არისო და ერთ წელიწადი მაგას უსმინე ესე სულ ფეხებზე ვიკიდებდი ვატარებდი მაგი არ იყო შეხება ხო მე მასონი არისო და სატანისტების ის არისო მაგის ხო გავატარა მე შეგეხეთ თუ შენ შემეყები რა მაგაზე რომ მქონდა საუბარი კაცო ასე რომ
სულ ნაკლებად მაინტერესებდა, ეხლა ისეთი ინჭორბიურები ყავს რამდენიმე წელიწადია და 1000 რაღაცას რომ აბრალები. კარგით, მოკლედ მეგობრებო, ხა რას თქვი ის არის და ცოტა ხანში კიდე მაქსიმუმ კიდე 2-3 დღე და მე გავაკეთებ იმ განცხადებებს და იმ ვიდეოებსაც დავდებ, რომელიც აუცილებლად საჭიროა თქვენთვის და განცხადებასაც გავაკეთებ შემდეგში. კარგით, აბა კარგად, მომავალ შეხვედრამდე.